რესტორანი შუა კახეთი კაჭრეთში. მართლაც შუა კახეთში ვართ, მივდივართ გურჯაანისკენ და რა თქმა უნდა გზად დავინახეთ, რომ ბევრი გაჩერებული მანქანაა და კვების ობიექტია. საკმაოდ დიდი რესტორანია, შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს თუ რა ხდება შიგნით. ზაფხულის სურნელი დგას ეზოში. ნახეთ როგორი ცოცხალი კედელია, ლამაზად გაფორმებული, მაგრამ თუ ალერგია გაქვთ ყვავილებზე, მაშინ არ გირჩევთ ახლოს დადგომას, იმიტომ რომ აი მძაფრის სურნელი აქვთ. ლამაზი ეზოა, მე მომწონს, ნახეთ როგორი საინტერესო ონკანია, ეს არის დოქები და მოდის სუფთა კამკამა წყალი. ერთადერთი რაც არ მომწონს, აი ეს გუბე, რომელიც რაღაც ხელოვნური აუზია გაკეთებული, მაგრამ დაბიძურებულია, არ არის მოვლილი, არ ვიცი, შეიძლება მოგვიანებით გაასუფთავებენ და უფრო ლამაზი იქნება. თვითონ ეზო არის ძალიან მოვლილი. დავიწყოთ იქედან, რომ აი ეს არის ყოვლა დაუშვებელი. აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხალბატონო ირმა, ნახეთ, თქვენ მარტო ხართ მესმის დღეს, მაგრამ სულ მარტო ხო არა ხართ? არა. და ნახეთ, აი ეს სამზარეულოში და მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახეთ, ერთი რაც აქვს სწორად, ეს არის რომ ნაჟურ წყალში არ არის და ქვევით არის იწრიტება წყალი და თვითონ პროდუქტი არ არის ნაჟურ სისხლში და წყალში. ეს არის 12 რიცხვში, 5 დღის გაკეთებულია. აბა 12-ის ის რატო გაქვს? მაშინ ძველი პარკი გაქვს გადაკრული? პარკი, როდესაც ერთხელ იყო გამოყენებული, მეორედ, აი ამის ეკონომია რაღა არის, მითხარით. ეს კერძი როდის არის დამზადებული? გუშინდელია. აუცილებლად ვადა უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტირება მინიშნებული და პლუს უნდა შეცვალოთ კონტეინერი. ძალიან აი ნახეთ, რეცეპტები ფაქტიურად, აი რეცეპტები, აი ნახეთ, რეცეპტები. მოსაწმენდია, მოსახვეტია, მტვერი გამოსაწმენდია, კონდენსატი ასაწმენდია და საერთოდ აი მოსაწესრიგებელია. მაცივარში ეს მდგომარეობა არა. ამას რო აცივებენ, ამას არავინ არ გარეცხავს. და ხორცთან არის ჩახრილი ესენი, რა ქვია. ეს არის აი ზედიდი დანაშაული. ხო, აი არავითარ შემთხვევაში, აი მადლობა რომ ამოიღეთ. სმენიათ რამე ჯვარედინ დაბიძურებასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული პროდუქტი და ნედილი პროდუქტი იყოს ერთად. კი, მართალია, მაცივარია, მაგრამ აი ნახეთ როგორ არის კარგად ვერ იმაშვება, ვერ იკავებს ეს პარკები მარტივად იხევა და მე უკვე ერთმანეთს აბიძურებს, ხო? ეს დაუშვებელია და აი ახლა რაღაცას გაჩვენებთ. აი ამას შეხედეთ. აი ამას. ეს ყველაფერი უნდა ამომიწმენდეთ აუცილებლად, ხო? მოგამისო, აი ეს ნახეთ და აი ჩაიხედეთ. ახლა თუ მოგწონთ თვითონ მაცივრის მდგომარეობა. გასასუფთავებელია. ეს არის თევზის კონტეინერი. ახლა მითხარით, აი ეს სიმწვანე რა არის? ხო, მაგრამ ასეთი მწვანე არ არის, ასეთი ბუნებრივი ფერი. ეს არის ბევრჯერ განალღობი და განაყენო. აბა აი ესეთი ფერი ასეტრინას არ აქვს. აი ყველა მაცივარი საშინო მდგომარეობაში გაქვთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში გაქვთ, ძალიან მწუხვარ, აი მართლა ნუ არ შეიძლება. ნეტა აქ იყოს დამლაგებელი თქვენს მაგივრად აი მე ვეთყოდი საყვედურს უბრალოდ აი ეს ხო შეიძლება დაალაგდეს, გაიწმინდოს, მით უმეტეს აქ ღია პროცესი მიმდინარეობს. აი ეს ხო შეიძლება გადაიწმინდოს, აი მოდით ნახეთ, აი გასაწმენდია. აი ეს ტილოები ხო შეიძლება რომ გამოვცვალოთ, გავრეცხოთ, მოვაწესრიგოთ. აი რა. აქ ხო ხალხი საჭმელს ჭამს. არის კუპეები, სადაც ძალიან უბრალო ხის მაგიდები და სკამებია, მაგრამ სუფთა, რასაც ხედავ, სამწუხაროდ, აი უბინძურესი ჭაღებია. იმდენი მტვერი და ჭუჭყი ადევს, რომ ეტყობა რომ არასოდეს არ გაწმენდილა. ადამიანი ზის, მიირთმევს გემრიელ საჭმელს და ამ დროს ცვივა ეს მტვერი და სიბიძური. ძალიან ჭუჭყიანია თვითონ ნატურაც და ჭაღიც, აი ობობებია უკვე. აი აქ არის ღია ტერასა. სადაც ეხლა იყვნენ სტუმრები და წავიდნენ, მე კი გადავხედავ მენიუს, ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორი ფასები აქვთ. მე როგორც მითხრი, ხაშლამაა ყველაზე ძვირი, 30 ლარი ღირს ხაშლამა, დანარჩენი ქაბაბი ღირს 19 ლარი, მწვადი
15 და 22, ხაჭაპური 17. აი საკმაოდ ნორმალური ფასებია და სალათები ღირს 10, 13, 15. აი ესეთი მენიუა შუა კახეთში. აქვე დარბაზია. საკმაოდ მოგრძალებულია, ძალიან უბრალო ხის მაგიდები და სკამებია, მაგრამ არის სუფთა. აი ესე შემოსილია ხის სკამები ქსოვილით და სუფთა ჭურჭელი დევს, რასაც ვუყურებ სუფთა. იატაკით სუფთა, მე მომწონს, არ არის ცუდი, თუმცა ჩანს რომ შეიძლება ახალ გარემონტებული არ არის, მაგრამ სისუფთავეს მეტნაკლებად იცავენ. აი შეხედეთ რა მდგომარეობა. საშინელებაა, ძალიან ცუდი მდგომარეობა. კონდენსატი არ აგავთ. ეს უკვე პლუსია. აი წვეთა არ მიმდინარეობს. ეს კარგია. აი ნახეთ რამდენი ისინი ფუზებია და მკვდარიზეთ. აი ესენი ყველაფერი დასასუფთავებელია. ჭიანჭველები არის. მაგრამ ჭიანჭველებთან ერთად აი აბლაბუდები ნახეთ, აი ყველგან აბლაბუდები. სოლიდურად და აი შორს რო არ გავიდეთ, ახლა და კარგით აი ზებნაც არ არის საჭირო. აი სამზარეულო ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად აღიდა ხოს. ძალიან ცუდი სუნია მაცივარში ეთყობა აი ბოსტეული. დან არის თუ საიდან არ ვიცი, მაგრამ აშკარად აი გაფუჭებული პროდუქტის სუნია. აი ეს კულერი ასეთ მდგომარეობაში რო არ უნდა იყოს. ყველგან ერთი და იგივეა. კატასტროფა. რამდენი აბლაბუდებია შეხედეთ. აი კედელზე ნახეთ, აი მიხატული როგორ აბლაბუდები ნახეთ. სამზარეულოს ხო ემიჯნება ეს ტერიტორია, სამზარეულოში ხო შემოვდივარ. აი ამ ხელა რაღაცა რო იქნება დაკიდებული შეიძლება. სველი წერტილი რესტორნის განუყოფელი ნაწილია და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მოდით შევიხედოთ ჟში, ანუ კალებში. აი აქ ეთყობა დამლაგებლის ხელი, იმიტომ რომ საკმაოდ სუფთა. ცუდი ის არის, რომ არ აქვს არც ერთ უნიტას არ აქვს თავსახური. ანუ ვერ დაჯდები, იმიტომ რომ თავსახურის გარეშეა. უნიტას რა თქმა უნდა კონდეს თავსახური, არც ერთში არ არის, შევამოწმე სამივე კაბინა, თუმცა კაფელი არის სუფთა, არომატიზატორებიც კი არის. თვითონ ონკანი არ არის, მანდამაინც აი ცოტა დაჟანგულია, მაგრამ არის აი ესეთი თხევადი საპონი, არის ხელსახოცი და ნამდვილად აქ მუშაობს მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც საგულდაგულოდ ალაგებს ამ საპირფარეშოს. ნამდვილად ვერ დაუკარგავთ ამ ქალბატონს შრომას, ვნახეთ კიდევაც. სუფთა, უბრალოდ რაღაც პატარა ხარვეზებია, რომელზეც შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითად სარკე, რომელიც არ არის სუფთა. ხელი წყალი არის ობიექტზე და ეს უკვე კარგია. ჭურჭელს სუფთა პარკი უნდა გადავაკრათ და ეგეთი არა. ამის ფუნქცია ხო იცით რა არის? ეს არის დეზობარიერი და დეზობარიერი მაინც უნდა იყოს ოდნავ სუფთა. პური რომელიც უნდა გავიდეს სუფრაზე, ნაგვის პარკში იყოს განთავსებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აიღეთ დიდი კონტეინერი და დიდ კონტეინერში ჩადეთ. ელემენტარულად აი რაზე გაგიკეთეთ, დადებითი კომენტარი ვერ პოულობ.